კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025-26 ნოემბერს სტამბაში გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური კონკურსის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025-ის ნომინაციით ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის რიგით მერვე ცერემონია. ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციები და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ. კონკურსზე წარმოდგენილი განაცხადები შეფასდა ორი კატეგორიით მსხვილი ბიზნესი და მცირე და საშუალო ბიზნესი. განაცხადები ქართველ და უცხოელ ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ განიხილა და შეაფასა, რის შემდეგაც გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები. კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის მხარდაჭერით პროექტის ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის ფარგლებში გაიმართა. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა წელს მერვედ ჩაატარა კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის. ცერემონიის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები 6 ძირითად ნომინაციაში, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამებოდა. ეს ნომინაციები უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა, შიმშილის დაძლევა, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადადგმული ნაბიჯები, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის და ბიზნესი სწორედ გამოვლინდა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ აღნიშნული მიზნების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების აღნიშვნის მიზნით. ჩვენ გავიმარჯვეთ ნომინაციაში ღირსეული ანაზღაურება და დოვლათის შექმნის კატეგორიაში. ჩვენი კომპანია არის რითეილის ბიზნესი. ეს არის ტანსაცმლის რითეილი, იგივე fashion რითეილი და ყავს 1145 ადამიანი, საიდანაც 87% არის ქალბატონი. ჩვენი სიამაყე და ძირითადი კონცენტრაცია ამ პროექტში, რითაც ძალიან ვამაყობ და ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის, რომ აი ამდენი დასაქმებული ქალი ჩვენთან საქმიანობით ქმნის იმ ეკონომიკურ დოვლათს, რომელიც რეალურად საკმარისია მისი კეთილდღეობისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის.